მოგესალმებით. მე და ჩემი სილამაზეები. 3 მარტიდან დგას ეს ყვავილები, ნახეთ როგორ კარგ ფორმაშია. რა თქმა უნდა, რაღაც უკვე დაჭკნა დამოვა შორე, ზედმეტი ვარა. მაინც უნდა დავთესო ჩვენთან ასეთები. მაქვს გვირილები, ოღონდ აი ჩვეულებრივი თეთრები მაქვს ეზოში, მაგრამ ასეთები არ მაქვს. რაღაც მომეწონა. მინდა სანთელი დავანთოთ. ეს ამინდი მგონი ცოტა გაგვაბრაზებს წვიმით. ესეთ სანთელი დავანთეთ დღეს. ნატურალურია, ძალიან კარგი სურნელი აქვს. წვიმა არის გამოცხადებული და ეს წვიმა კარგად იმოქმედებს ყვავილებზე, სხვათა შორის მცენარეებზე, ხეებზე და ზოგადად მთლიანად მიწაზე, მაგრამ თოვლიც არის გამოცხადებული ხუთშაბათს და თოვლი რო წამოვიდეს, რო დათოვოს უბრალოდ, მე მგონი რომ ეს რაც უკვე კვირტები ამოვიდა ხეებს და ეს ყვავილები, ჩემთანაც არის უკვე ყვავილები, ჩაგიდებთ აქ ვიდეოში. ისეთი ლამაზებია, რომ რა ვიცი, მახარებს ყოველდღიურად. მგონი გაიყინება ეს ყველაფერი. ნუ გააჩნია ხა როგორი თუ ყინვა იქნება, თუ მინუსი იქნება. აქ არის ხოლმე მინუსი, -6, -8 იყო. თბილისთან შედარებით აქ არის 3-4 გრადუსით უფრო გრილი ყოველთვის. ზოგჯერ 5 გრადუსითაც კი, ცივ პერიოდში. აქ შეიძლება გაყინოს. სხვათა შორის ეს დღეები ზერო იყო, ეს ჩემი სახლის გაგიჟებული ავოკადოები და მთელი ჩემი ყვავილები გარეთ მქონდა გატანილი დღის სინათლეზე და მზეზე და ძალიან მოუხდა. თქვენ როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? ეს ერთი კვირა იყო სრული საგიჟეთი ჩვენთან, ოღონდ ცუდის მხრივ არაფერი. პირიქით ძალიან აქტიური კვირა გქონდა. სახლში ფაქტიურად მოვდიოდით იმისათვის, რომ დავიძინოთ დილის 9-დან საღამოს 7-8 საათამდე ვიყავით თბილისში და სახლში ერთი კვირა საჭმელი არ მომზადებია დილის ყავის და ფაფის გარდა, იმიტომ რომ ჩვენ რო გავდივართ აუცილებლად ჭამს და ბავშვებსაც ვაჭმევ. ასე არიან მიჩვეულები და მე ჭამენ კიდე ბავშვი დილით. ასეთი სახლიდან მშიერი ვერ გავლენ, ზოგი ბავშვი ხო არ ჭამს დილით. ესენი ჭამენ აუცილებლად. ასე არიან მიჩვეულები. დღეს მინდა გაგიზიაროთ ცოტა ჩემი საყიდლები, პატარა საჩუქრები, ასევე ალბათ აქვე ჩავდებ ჩემი თმის მოვლის საშუალებებს და გაგიზიარებთ რას ვაკეთებ და რას ვხმარობ. ჩემი თმისთვის ახლა დაბანილი მაქვს თმა და ასე შრება, ზოგადად ფენს იშვიათად ვხმარობ ზაფხულში, საერთოდ არა. ზაფხულში შემიძლია თავი დავებანო და პირდაპირ წავიდე სადაც საჭირო არის წასვლა. და მე მომწონს ჩემი თმა, როგორ გამოიყურება, არ არის საერთოდ გამომშრალი, არის ძალიან კარგად დატენიანებული, შეიძლება ვთქვათ მასზე, არ ვიცი, მაგრამ ასეთია, ჯანსაღია. ამიტომ არ მინდა რომ გავიღიაო, მე ხო მინდოდა ჩემი ფერის დაბრუნება, ჩემი ფერი არის რამოდენიმე ტონით ამაზე ღია, ძალიან ლამაზი ფერია, მაგრამ ეგ რო დავიბრუნო, მე ვიყავი კონსულტაციაზე, მე უნდა ჩამოვირეცხო ეს ფერი და ჩამორეცხვა ძალიან გამიშრობს თმას ვიცი, მაგრამ და ამიტომ არ მინდა. და ჩემი თმის ფერი რომ დავიბრუნო, უნდა გავიზარდო და რომ ვიზრდი, მაქვს ჭაღარა თმა და ასეც ვერ ვივლი და რა გავაკეთო?
არ ვიცი რა გავაკეთე, როგორ მოვიქცევ, ფიქრობ, ძალიან ბევრი ინფორმაცია წავიკითხე, მოვიძიე და ყველგან წერია, რომ ჭაღარა ფერი თავის პიგმენტს აღარ დაიბრუნებს, არ არსებობს ასეთი რამ, კაი ეგ მესმის, მაგრამ რითი შეიძლება დავფარო და დავმალო. იქნება და ისეთი საღებავით, რომელიც რამოდენიმე ტონით უფრო ღია არის ამ საღებავს. ეს არის ძალიან შავი ჩემთვის და არ მინდა. აი ასე ჩემო მეგობრებო, მოდით დავიწყოთ. თუ არ გაინტერესებთ საყიდლები, შეგიძლიათ გადაახვიოთ თმის მოვლის საშუალებებზე, სადღაც 10 წუთიდან დაიწყება. ყავაც გავიკეთე. სხვათა შორის, ნახეთ როგორი კარგი ორცხობილები ვიყიდეთ. ერთადერთი ორცხობილა, სადაც არ არის პალმის ზეთი. მაღაზიაში რო შევდივარ, 1 საათი დავდივარ და აი ასე უყურებ ყველა პროდუქტს. არ ვიცი, მე უკვე ძალიან ყურადღებას ვაქცევ ამას და აი მარტო ამ ორცხობილაში არ არის პალმის ზეთი. არის რაღაც ინგრედიენტები, ცუდი არა სხვათა შორის. ცუდი არის, ეს მგონი ბავშვებისთვის არის, მაგრამ ზოგი ბავშვებისთვის ბერძნულია. საბერძნეთია წარმოშობა. საბავშვო ორცხობილებიც შეიცავს პალმის ზეთს და საერთოდ არ ვყიდულობდი ამ ბოლო დროს ორცხობილებს. ამ შოკოლადებზე ხო საერთოდ ლაპარაკი არ არის, ჩიფსები ხო საერთოდ, ჩემო გოგოებმა ჩიფსის გემო არ იციან. დაიჯერებთ, ერთი არის 4 წლის, მეორე 3-ის. საერთოდ არ იციან ჩიფსის გემო. ნუ უფროსმა რა თქმა უნდა, ახლა გადის სადღაც ჭამს, ვიღაცა ყიდულობს და თან აკრძალული მაქვს. ყველას ვეუბნები, რომ თუ რაღაცის მოტანა გინდათ და შემიძლია ჩამოვთვლის პროდუქტები, რომლებიც არ მოიტანონ. ეგ არ არის სირცხვილი. ჩემი ბავშვები ამ პროდუქტებს არ შეჭამენ და არ ჭამენ და რატო უნდა ავრიო ეს ჩვენი ოჯახის წესი. ამიტომ ასე ჩემი უფროსი ბიჭიც თუ შეჭამს, ხო, გარეთ რა თქმა უნდა გადიან, სადღაც სეირნობენ ბავშვები სკოლაშიც, მაგანაც იცის წესი კი არა, უფრო ჯავრთელობისთვის არის ეს და ზოგჯერ არ იყიდის ჩიფს სხვათა შორის, ზოგჯერ იყიდის რაღაცა სხვას, უფრო ჯანსაღს. ასეთი ის აქვს. ახლა რა თქმა უნდა მე ვერ გავუკონტროლებ 24 შვიდზე ბავშვს, არც ვაპირებ, იმიტომ რომ თვითონ უნდა გაიგოს თავისი გზა. მე უბრალოდ შევასწავლი, ჩვენ ავხსენით რატოა ცუდი, რატო აქვს ეს ინგრედიენტი, რასაც შეიცავს ცუდი და მორჩა ეს არის და ის. მოდით დავიწყოთ არა კოსმეტიკური პროდუქტებიდან, იმიტომ რომ ცოტა არის. სხვათა შორის ახლა გეგმას ვწერდი, ეს რვეული მაქვს სოцქსელებისთვის, რომ დავწერო გეგმა, YouTube, Instagram და TikTok. YouTube-ის კიდევ ერთი არხის გახსნა მინდა სხვათა შორის. და რატომ? ეხლა რაც გამახსენდა ის მინდა გაგიზიაროთ. YouTube-ს აქვს თავის ანალიტიკა და როდესაც მე შევდივარ ანალიტიკაში, იქ მიხსნის რომელი ქვეყანა მიყურებს პროცენტით, ხო? 16% არის ამერიკა. საქართველოს აქვს უმეტესი, რა თქმა უნდა, პროცენტი. ამერიკის შემდეგ არის უკრაინა, შემდეგ მოლდოვა, შემდეგ საბერძნეთი და ნუ ქვემოთ იტალია, ისპანია, ის ქვეყნებიც არის, მაგრამ ამერიკა ძალიან გამიკვირდა. და თუ ჩემი ვიდეოები ქართულენოვანი გადის ამერიკის YouTube-ზე, ხო? ამერიკის აუდიტორიაზე, ასე ვთქვათ. ესე იგი, შემიძლია გავხსნა ინგლისურენოვანი YouTube, მაგრამ ჩემი ინგლისური არის ძალიან იდეალურისკენ, ერთი სიტყვით ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი, რომ აი ასე დავჭდე და ვისაუბრო. ჯერ ვაპირებდი რუსულენოვანი არხის გახსნას, მაგრამ არ ვიცი, ნახოთ. რას ვიზამ, მაგრამ ეს მომეწონა სხვათა შორის ანალიტიკაში, რაც დამხდა, რაც შემხდა. მოდი დავიწყო.
ესე იგი მაქვს მიკრომწვანილის თესლები ძალიან ბევრი მიკრომწვანილს თესავ სულ მაქვს ზამთარ ზაფხულში უფრო ნაკლებად რადგან ზაფხულში თესავ ჩვეულებრივ მწვანილს აი ყველაფერია ერთი სიტყვით ძალიან ბევრი მაქვს ძალიან ბევრი ეს გამოვიწერე ინტერნეტით და ახლა გავიგე რომ ჩვენთან დომინოშიც იყიდება ყველაფერი მიკრომწვანილის დასათესად ადრე არ იყო შარშან არ იყო ზაფხულში ვეძებდი და არ იყო ამიტომ შევუკვეთ აქ შტატი მედგას და მაგიდას რომ ვეკარები ნახეთ როგორ ეკეთებს ბუდიშით და ესენი მქონდა შეკვეთილი მაქვს და სანამ დომინომდე მივალ დავინახე ძალიან დიდი ფასდაკლებით აი ასეთი კონტეინერები რამდენი ცალია 1 2 3 4 5 ცალი კონტეინერი აი ეს მიკრომწვანილისთვის არის ეს არის აი მეგობრებო ჩათებში ვარ ბავშვების და რო არ ვნახო ხოლმე არ შემიძლია იქნებ რაღაცა ისეთი ინფორმაცია წერია და აი ასე ეს არის ნუ ბევრჯერ შეგიძლიათ იხმაროთ ამისი უნდა მოვიდეს კიდე მოვიდა უბრალოდ ვერ ჩავედი რომ წამომეხო ის არის ხალი ჩაქვია ასეთი პატარები რაზეც ეს მიკრომწვანილი ითესება ეს რაც შეეხება მიკრომწვანილს კიდე გამოვიწერე ასეთი რაღაცა არ მქონდა ერთჯერადები მაგრამ ერთჯერადები არ არის კარგი ვცდილობ ძალიან არ ვიხმაუროთ ეხლა რო გაიგონ რომ მე დავჭიქი და თავისუფალი ვარ ხო იცით ბავშვების ალბათ მაშინ გაიგიძა და ეს არის აი ცომის გასაკეთებლად ისეთი კარგი ხარისხია ეს დიდი ეს პატარა შუდა ეკლერი რო გავაკეთო და ვაპირებ რაღაცების გაკეთება ზაფხულში ძალიან გემრიელ დესერტების ხილისგან და ჟოლოსგან და ასე შემდეგ მოყვება აი ძალიან ბევრი აი ასეთი ფორმა აი აქ განახებთ რო გავხსნათ რომ ეხლა თუ გავხსნი და ხმაური იქნება აი რა ფორმისგან შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან კაია ძალიან კარგი ხარისხის ესეც მოყვება ამაზე გავკეთებთ ამას მერე გავრეცხავ და შევინახავ გადასარევია ძალიან მომწონს ძალიან კარგი ხარისხი გამოდგა და კიდე შევუკვეთავ რამოდენიმე საჩუქრად ვინმესთვის აუცილებლად მე მეცად სახლში რაღაცა უნდა მქონდეს ადამიანი რომ შემოვა რამე გავატანო მიყვარს ასე არ ვიცი და ეს არის ცომისთვის ესე რომ აიღოთ ეს ერთი სიტყვით ესე რომ გაჭრათ ესენიც მოყვა ძალიან კარგები ესეთელი მქონდა 2 ცალი უფრო დიდები მაგრამ ისინი დამჭირდება და ფერიც არის საყვარელი შემდეგ შევკვეთავ ყვითელს სხვადასხვა ფერის იყო რა მიხარია ხო ზოგადად რიმონებს შესიხარული აი ასე ой აქ ცით რა მაქვს ესეთია თქვენ ჯერ არ იცით ბავშვების მიმართ როგორი გიჟი დედა ვარ ყველაფერს რო ვინახავ ნახატებს და რაღაცებს მგონი ვთქვი უკვე რომელიღაც ვიდეოში ეს არის მავთულები 2 ცალი და საიდან ეს მავთულები ჩემი შვილი დადის რობოტოტექნიკაზე და იქ აკეთებენ ნუ სხვადასხვა რაღაცებს ასე ვთქვათ ემზადებიან რობოტის შესაქმნელად და უბრალოდ დრო ჰქონდა და გააკეთეს ასეთი რაღაცეები ნუ ერთობოდნენ რა 2 საათი დადის შესვენების დროს მე ასე გავიგე და ეს არის 2 მავთული აქ გააკეთა იმით პაიალნიკით არ ვიცი როგორ არის ქართულად და აი ასე შეაერთა და რას ვაპირებ მე
იმისათვის რომ ბავშვს გაუხარდეს და ჩემს გულს გაუხარდეს და რომ ეს ნივთი ყოველთვის ჩემთან იყოს, ვაპირებ გავაკეთო სამაჯური. თუ გამომივა ლამაზი სამაჯური, რამეს დავამატებ? აქ რა თქმა უნდა რაღაცა უნდა გავაკეთო, რადგან ძალიან ის არის დაფხაჭნის კანს. ასეც ყოლობა გამოვა. ეხლა რა ვიყიდე? და რა მაჩუქეს ახლა არ დავიწყებ ის მაჩუქეს, ეს ვიყიდე უბრალოდ ერთ მეკონა ბავშვმა გაიღვიძა და არა. ვაიმე, მალე უნდა გავაკეთო. პაჩები აი ამ კომპანიის 4 ცალი. ფასდაკლება იყო და ვიყიდე. 4 ცალი, 4 თვე. всё, ვარ 7-ად. ოღონდ ერთი პაჩები შევკვეთე კიდე, ის უფრო გასართობად ბრჭყვიალებს. და მე მგონი რომ ძალიან ისეთი იქნება. საინტერესო. სხვათა შორის დილით ესენი მიყვარს დილით. ყველა დავტესტე უკვე. დილით ესენი მიყვარს, რადგან კარგად აშორებს ამ აი აქ თუ მაქვს შეშუპება. შეშუპება ხო? აჭოკ ალბათ. კიდე. ამიყიდე ასეთი ვაზელინი. ტუჩებისთვის ძალიან კაია. ჰილაურონის მჟავა. და, ესენცია მჟავა, არ ვიცი ესენცია წერილი, მაგრამ მჟავა და რეტინოლი. და რა მომწონს, არის შუშა. და რაც არის შუშა, ის არის, ესე იგი, კარგი. ზოგადად ყველა ეს პლასმასის რაღაცები, კონტეინერები და ასე შემდეგ ჭიქები მქონდა და კოვზებიც მქონდა ბავშვებისთვის, ყველაფერი მოვაშორე, გადავედი შუშაზე, მორჩა. ასე გადავწყვიტე. სებამედის შამპუნი და შხაპის გელი. და აი ამდენი 30 ცალი სახის მიღავი. სხვადასხვა ნაირი. ზოგი კოლაგენი, ზოგი დამატენიანებელი, ზოგი დამამშვიდებელი და აი ასე ვყიდულობ 30 ცალს და ვარ ბედნიერი ერთი თვე. და სადღაც როცა რჩება 15 ცალი უკვეთავ კიდე. ამ კომპანიას უკვეთავ უკვე სადღაც მე-5-ად და კიდე გამოვიწერ, მაგრამ ახლა მინდა რამე სხვა ვნახო. იქნება და საინტერესო რამე იყოს. ეს მინდა წავისვა ბრჭყილებზე. სადღაც არ ვიცი, 1 წელია არ წამისვია უბრალო ლაკი. არც მაქვს სიმართლე გითხრათ, არ ხარ ვყიდული, არ ვიცი, მივხვდი რომ ჩემი არ არის. ეს პაჩები გავიკეთე. ადრე ვიკეთებდი დაგრძელებას, იცით რომ სიგრძე ბრჭყილები მქონა, მაგრამ არ არის ჩემი. არ გამოვხატავ ისე თავს. პირდაპირ ვიღებ და ესე. ორ წამში დიდი კვები გამიგებთ. მრავალშვილიანები და უბრალოდ დიდი კვები. ვისაც ერთი შვილიც ყავთ. როცა სწრაფად უნდა გააკეთო რამე. ამიტომ იცვლება, არ მომწონს. არა და ეს ყველა ჩემი ქურთუკი, ჩემი კი არა, ყველას ქურთუკები, თბილი ტანსაცმელები უკვე ძალიან შორს არის დამალული, შენახული. ბევრი რაღაცა არის ისეთი, რაც გადავაგდე და ზოგი მივეცი სხვებს, ბავშვებს, დიდებს და ასე შემდეგ. ეკლესიაში დამქონდა ადრე, მაგრამ ახლა აღარ მიმაქვს.
რადგან რაღაცა არასასიამოვნო დავინახე იქ ეკლესიასთან და ახლა უფრო მეტი კითხვა მიჩნდება ეკლესიასთან შესახებ ზოგადად რწმენასთან არა რა თქმა უნდა უბრალოდ ეკლესიასთან შენობასთან და იმათთან ვინც იქ მუშაობს მაგრამ არ მინდა ჯერჯერობით ეს თემები არ მინდა ისე კი არის გასარკვევი რაღაც მომენტები მაგრამ ჯერჯერობით თავს დავანებებ ეხლა ნახეთ ჩემო მეგობრებო მე სადღაც ნახევარი წელია ვიყენებდი აი ამ შამპუნს ჩვეულებრივ ელსევის შამპუნს და თან აი ამას არის კიდე შავი მგონი არის მუქი ლურჯი თუ მუქია სამისფერი არ მახსოვს მაგრამ მე ეს ძალიან მომეწონა ესე იგი რას ვაკეთებ მაქვს შის ცხიმი ჩვეულებრივი შის ცხიმი ნატურალური და ქოქოსის ცხიმი ვიღებ ქოქოსის ცხიმს და ვისმევ აი აქ ასე ყველგან და ვიკრავ ასეც კუც ვიღებ აი ასე კუც და ვიკრავ კუც შემდეგ ვიღებ შის ცხიმს და ვისმევ აი აქ ამ კუცზე ბოლოებში ძალიან კარგად მერე ვიკრავ აი ასეც კუც და დავდივარ რამდენი ხანი შემიძლია ვიარო 1 საათი, ნახევარი საათი, საათ-ნახევარიც შემიძლია 2 საათიც გააჩნია, ანუ რაღაც საქმეებს ვაკეთებ პარალელურად, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქალი ხო, ნიღაბს გაიკეთებს და დადის რაღაცებს აკეთებს. მეც ასე ვაკეთებ. შემდეგ ჩამოვიბან ამას ოდნავ ცხელი წყლით. ოდნავ, ისეთი, სადღაც 39-40 გრადუსი. ისე კი არა, რომ დაიწვას კანი არა, რომ კარგად ჩამოვანოს ეს ცხიმი. შემდეგ ვიღებ შამპუნს და ვიბან შამპუნით. მორჩა. მამას ვაკეთებ კვირაში 2 ჯერ. კვირაში ერთხელ ვიღებ აი ამას ბატანოილ. ბატანა არის რაღაცა კაკალი 100%-ით ნატურალურია. აქვს გემრიელესი სურნელი. აი, რაღაცა კაკლის და ვანილის, ძალიან გემრიელია, 100%-ით ნატურალური პროდუქტია ეს. ეს პირველად გავსინჯე მაშინ, როცა გამომიგზავნა ბრენდმა კოლაბორაციაზე და შემდეგ კიდევ ერთხელ შევკვეთე. ეს, არ ვიცი, მეყოფა ძალიან დიდი ხნით კიდევ. და ამას ვისმევ, ეს არის თმის ცვენისგან უსასწაულესი რამ. თმის ცვენასზე როგორ ვაკონტროლებ. შემოდგომაზე ყოველთვის მცირე თმა. ყოველთვის. შემდეგ უკვე ისე რა და ამას რომ ვხმარობ, შემოდგომაზე ისეთი რაოდენობით აღარ მცირე თმა როგორც ადრე. და გავიგე, რომ ეს არის ამის დამსახურება და ზოგადად ამ პროდუქტების დამსახურება ერთად. შემდეგ ეს ძალიან ატენიანებს ნახეთ, აი უკვე ძალიან კარგად იწოვს კანი. შემდეგ რას ვაკეთებ? კვირაში ერთხელ ზაფხულში კიდე შემიძლია 2 ჯერ, 3 ჯერ და 4 ჯერაც, იმიტომ რომ ზაფხულში უფრო მარტივი არის. როცა დავიბან თმას ნებისმიერი შამპუნით, ბალზამს არ ხმარობ. დავიბან თმას ნებისმიერი შამპუნით და როცა გადავივლებ შამპუნს, შემდეგ არა იქამდე ვიღებ გვირილას და ვაკეთებ გვირილის დაყენებულ წყალს. რამდენიც, როგორ გითხრათ, შემიძლია 2 ლიტრა ან 3 ლიტრად გავაკეთო, რომ 1-2 ჩამორეცხვლაზე ასე მეყოს. ეს არის ახლა ჩემი სახლის გვირილა ეზოში და კრეფილი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ
ჩვეულებრივი ეს გვირილის ჩაიც რომ იყიდება ისეთიც, მაგრამ ჩემთვის ეს არის უფრო მარტივი და კომფორტული. გავაკეთებ ამას, მერე გადავწურავ და გავავლებ თმას. სურნელი აქვს სასწაული თმას, ძალიან მიყვარს, როცა ბალახის სურნელი არის ზოგადად ბალახი, ბალახებზე ვგიჟდები, მე ყველანაირ ბალახზე სულ დავდივარ ისეთ ადგილებში, რომ რაღაც ბალახილობა გამოვნახო, რაღაც წავიკითხო ჩაიებზე და სახის ან თმის მოვლის ბალახებზე, ან ზოგადად ეს ბალახის თემა არის ჩემი 100%-ით და ალბათ იმიტომ ვცხოვრობ აქ. მაგრამ არის ერთი აფთიაქი ლასელიძეზეა, მე მგონია ისედაც ბევრი მანქანების გაქირავების ცენტრებია. იქ არის ერთი აფთიაქი, სადაც არის ყველანაირი ბალახი. იქაც იყიდება, იქ ვყიდულობ სხვადასხვა ბალახს, რასაც დავუშვათ არ ვიცი, აქ იზრდება თუ არა, ან რომელიც ჯერ არ მინახავს, ან რომელიც ჯერ დასუსტებით არ ვიცი, რომ შეიძლება ამის გამოყენება თუ არა, ასეც არ დავდივარ და არ ვკრიფავ ნებისმიერ ბალახს. გავაკეთებ გვირილის ზაფხულში ზოგადად რას ვაკეთებ? ზაფხულში ვაკეთებ ძალიან ბევრს და შემიძლია უბრალოდ ეზოში გავიდე, ეზოში პირდაპირ და ეზოშიც გადავივლო და ესე ბევრჯერ მერე მზის სხივებზე შრება თმა და არის ძალიან კარგი. ამას ვაკეთებ მხოლოდ აი ეს ზაფხული. წინა ზაფხულებში ცოტა ამ თემასთან არ ვიყავი ახლოს, მაგრამ იქამდე უკვე მივდიოდი. შემდეგ მაქვს კიდევ სმაროდინას და ალუბლის ფოთლები, რასაც უხდები იგივეს. გირჩევთ ყველას მეგობრებო მაგას. და დაფნის ფოთოლი. დაფნის ფოთოლის შემდეგაც არის ძალიან სასწაული სურნელი თმაზე. ძალიან მიყვარს ესეც. და არის აი ესეთი ზეთი პანტინის მიყვარს, ოღონდ მხოლოდ ბოლოებში ვისმევ ამას, რომ ეს რაღაცნაირად ჩაიკეტოს თმის ბოლო და ისინი საერთოდ არ მაქვს აი რო ეძახიან თმაზე, რა ქვია, სიკვიში, საგონჩი თუ რაღაცა. თმის უთოს ხმარობ მე ვარდო. კულულებსაც თმის უთოთი ვიკეთებ, სხვას არაფერს არ ხმარობ. როზმარინის ზეთსაც ხმარობ, ეხლა აღარ მაქვს, გამოვიწერე და ჩამოვა ძალიან მალე. ეხლა რას ვაკეთებ მე აი ამ შამპუნით. ეს შამპუნი გამოდგა როგორ გითხრათ, ძალიან ნატურალური და თუ სილიკონის გარეშე, თულის გარეშე, აი ეს ძალიან რო ქაფდება და ეს არ ქაფდება ძალიან. მე ეს ქაფი უნდა იყოს ჩემი თმისთვის არის კომფორტული შამპუნი, რომელიც არ ქაფდება, მე არ მიხდება საერთოდ. აი შამპუნი უნდა ქაფდებოდეს. ეს საერთოდ არ ქაფდება და რა გავაკეთებ? ვიღებ აი ბავშვის ნებისმიერ შამპუნს. ურევ ამას ვისხნი და 2-3 წუთს ამას და მშვენივრად ქაფდება და ვიბან თავს. სხვათა შორის ბავშვის შამპუნები თმის დაბანა არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ უფრო ნატურალურია, თან ქაფდება, თან თვალებში არ გვხვდება და ზოგადად ძალიან კაი იდეა არის და ძალიან მომეწონა. აქ არის გვირილა და კალენდულა ამაში. და სურნელი აქვს კარგი. ძალიან კარგი ამასაც კარგი სურნელი აქვს. ეს არის ბრომბერი. ის არის ჟოლოკი არა, მაყვალია ხო? აი ასე ჩემო მეგობრებო. ამიტომ გამოიყენეთ ეს ბალახები, არ დაიზაროთ, რადგან ჯერ ერთი ბზინვარება ექნება თმას კარგი, მეორე ექნება ძალიან კარგი, როგორ გითხრათ, შემადგენლობა. იმიტომ რომ ამას რო იყენებ სულ თმა იწოვს ამ კარგ ნივთიერებებს და გაგახრებთ. და ქალს რომ აქვს ლამაზი თმა დამოვლილი, რა ვიცი. ადრე არ მქონდა ასეთი თმა. ადრე მე ვიყავი ქერაც. ადრე მე მქონდა აქ წითელი ასეთი ზოლები, თეთრი ზოლები
ერთი სიტყვით არ მქონდა კარგი თმა, ახლა კმაყოფილი ვარ და გოგოებო, ვისაც გაქვთ ასეთი თმის რაღაც პრობლემა, ეს რჩევები, ჩემი რჩევები იქნებ დაგჭირდეთ და ცუდს არ გირჩევთ, იმიტომ რომ რაშიც არ მაქვს შედეგი, მაგას არ გირჩევთ, ამაში მაქვს შედეგი. აი ეს იყო ჩემი ასეთი მოსვლა, რამოდენიმე წუთიანი. გადავიღები მედი მაქვს მალე ვიდეოს რომელიმე თემაზე. და იცით რა მაინტერესებს, ვისაც გყავთ მკერავი, გთხოვთ მირჩიეთ, ან Facebook-ზე მომწერეთ, ან აქ კომენტარში მომწერეთ და მე მოგწერთ. სტარტაპისთვის მჭირდება გოგონა, რომელიც კერავს. შეიძლება დამწყებით, რომელმაც ცოტა იცის. და ერთად მე მგონი რომ იმ საქმეს გავაკეთებით, რომელიც მე მინდა. რომ გავაკეთოთ, ასე ვთქვათ, თუ რა თქმა უნდა დაინტერესებული იქნება. მე მინდა კი არა, ჩემ გეგმებში რაც შედის, საინტერესო თემატიკა არის და მე მგონი რომ ბევრს მოეწონება. აი ასე. ეხლა უნდა დაგემშვიდობეთ. კარგი დღე გისურვოთ. ვუსურვოთ ჩვენ ყველას, რომ ძალიან არაცივდეს და ეს თბილი ქურთულკები აღარ გადმოვალაგოთ. ვინ შეინახეთ? აბა, კარგად და ბედნიერი დღე. ჩვენ ყვავილები.